ბოიკოტ გამოცხადებული პარტიები თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის შანსებს. ამჯერად არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირებაში ხედავენ. 2 დღის წინ აქციაც მიუძღვნეს, ახლა კი ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლას ისევ ქუჩაში, თუმცა რეგიონიდან გააგრძელებენ. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, რომ ქვეყნის გარედან სანქციები, ქვეყნის შიგნით აქციები, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი გააქტიურება მოხდება სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე რეგიონებში მოხდება კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია სხვადასხვა სტრუქტურების. ნაციონალების ეს გეგმა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არჩევნებისადმი უნდობლობის გაღრმავება და იმის მიღწევაა, რომ მოქალაქეებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან გახარიას და ლელოს გუნდისთვის გაუგებარ და რადიკალურ ქმედებად ფასდება. ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების დახმარება და ჩვენთვის არის გაურკვეველი მათი ეს გეგმა. პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის ოპოზიციად ყოფნა არის ჩვენთვის გაურკვეველი. მიგვაჩნია, რომ ბოიკოტის ფორმა არის უმოქმედება და პასიურ მდგომარეობაში ყოფნა, ამიტომაც ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსხვავდება. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვსვევთ სხვა ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმასაც, ჩვენ არ დაუწყებთ მათ კრიტიკას, თუმცა მათი გეგმები ჩვენთვის ცოტა გაუგებარი და ბუნდოვანი. ოპოზიციურ ფლანგზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება მართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ 4-ვე პარტიას კონკრეტული დირექტივები უცხოელი პატრონებისგან უკვე მიღებული აქვთ. თუმცა გახარიასა და ლელოსთან დაპირისპირებით, ისინი გაწერილი სცენარის ხელოვნურად შეცვლას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. 4-ვე რადიკალური პარტია, რა თქმა უნდა, იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ 4 პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც ყველას სურს, რომ იყოს ფავორიტი იმ გარეძალებისთვის, ვისაც ჩვენ პირობითად გლობალურ ომის პარტიას უწოდებთ, ხოლო ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ს უწოდებს, თუმცა ამ გლობალურ ომის პარტიას, რა თქმა უნდა, სურს, რომ ჩვენი მოქალაქეების თვალში გამიჯნონ ნაციონალური მოძრაობისგან ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტია. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი დარწმუნდნენ, უკვე ამდენი წელი არის გასული, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე ფსონის დადება არ შეიძლება. ადამიანებს ეუბნებიან და აქციების ჩატარებას გეგმავენ, რომ თქვენ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა არავით არის სათქმელი, არავით არის გასაკეთებელი, საერთოდ ნაბიჯი არ აქვს გადასათქმელი კოლექტიურ ნაცნობრობას და აგენტურას და თავიანთ არსებობის გამართლებას ცდილობენ. ეხლა მათ შორის ცდილობენ, რომ მიღებულია დავალება, რომ ისევ და ისევ გარიცხონ სხვა ნაცები, ლელოელი და გახარიელი ნაცები, ესეც მათ შორის ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ჩაადამონ პროპაგანდა, თქვა რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ ძალადობრივი გზით თუ ამას ხელს შეუშლიან, სახელმწიფოს ექნება რეაქცია და ეს არავის არ უნდა იწვევდეს და ეს იქნება ძალიან ნორმალური. არ დაარღვიო კანონი, რაც გინდა ის გააკეთო. თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება. ქართულ ოცნებაში მეათე დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან და დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში თუ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის განაჩენი მარცხი იქნება.